bis კიდევ ორი კურსი ჩატარდება. ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობაც გაივლის პილოტური პროგრამის პირველი ეტაპი თუშეთში უკვე დაიწყო. სწავლება ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით მიმდინარეობს. პროექტის მიზანი რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასა და უცხოელ ტურისტებს შორის ენობრივი ბარიერის მოხსნაა. We have bedrooms for visitors, double rooms. ერთი კვირაა რაც ინგლისურ ენას სწავლობს, თუმცა უკვე შეუძლია უცხოელ ტურისტებს საკუთარი სასტუმროს პირობები აუხსნას და ფასზეც შეუთანხმდეს. ორთვიანი კურსის დასრულების შემდეგ კი ამ პროექტის ყველა სტუდენტს მინიმუმ თუშურ სამზარეულოზე და კულტურაზე საუბარი უნდა შეეძლოს. სტუმრის მიღება, განთავსება, საუბარი ქართულ და ტრადიციულ თუშურ სამზარეულოზე, თუშურ კულტურაზე, მათ შეუძლია ასევე გაუწიონ გიდის ფუნქცია უცხოელ ტურისტებს. მოკლედ რო ვთქვათ, ამის დამთავრების შემდეგ მათ შეიძლება თავისუფლად და შეუფერხებლად კომუნიკაცია დაამყარონ უცხოელ სტუმრებთან. ეს თუშეთია, აქ ადგილობრივების დიდი ნაწილი თავს ტურისტული ბიზნესით ირჩევს. თუშელები ამბობენ, რომ უცხოელი დამსვენებელი ბევრი ყავთ, მაგრამ მთავარი პრობლემა ენობრივი ბარიერია, რის გამოც უმეტესად სტუმრებს ჟესტიკულაციის გამოყენებით ესაუბრებიან. დროზე მოგვაშველეს ჩვენის ინგლისური სწავლება. დროზე მოგვაშველეს, რო იტყვიან ძალიან დიდი სიკეთეა ჩვენთვის. ტურისტებს ვეკონტაქტებოდით თარჯიმნის საშუალებით და თვითონ თარჯიმანი როცა არ მოყვებოდა ძალიან გვიჭირდა. ზოგი სიტყვები ვიცოდით, ზოგი გერმანული, ზოგი რუსული, ზოგი ქართული, შვილის დახმარებით. და ეხლა რაც ინგლისური დავიწყეთ, ეხლა ვფიქრობთ, რომ ძალიან გაგვიადვილდება. ტურიზმის განვითარებისათვის საჭირო აუცილებელი პირობა, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და ენობრივი ბარიერის გადალახვა. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 2010 წლის პრიორიტეტებზე საუბრობს. ამბობენ, რომ ყველაზე დიდ ინტერესს უცხოელ ტურისტებში საქართველოს მთიანი რეგიონები იწვევს. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ ადგილობრივებს სეზონის დაწყებამდე ინგლისური ენის უფასო კურსები გაევლოთ. დაფიქსირდა ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, ეს არის სერვისის ხარისხი. უმთავრეს პრობლემად სამთო რეგიონებში გამოიკვეთა უცხო ენის ბარიერი, ძირთად, რა თქმა უნდა, ინგლისური ენა, ამიტომ ანალოგიური პროექტი დავიწყეთ სამ რეგიონში პარალელურად. ანალოგიური ტრეინინგები მიმდინარეობს სიღნაღსა და ყაზბეგში. პროგრამის დასრულების შემდეგ სასტუმრო სახლების მეპატრონეების სწორი მენეჯმენტისა და მომსახურების სერვისის გაუმჯობესებისათვის სპეციალურ კურსებსაც გაივლიან.